კარმა. დიახ, დღეს ვსაუბრობთ კარმას. რა ასოციაციებს იწვევს ეს სიტყვა თქვენში? რა გაგვიგონია ამ ფრაზასთან დაკავშირებით, ანუ ფრაზები კარმულ გაკვეთილებს გადის, კარმა ბრუნდება, კარმა ბუმერანგია. ალბათ თითოეულ თქვენთაგანს რაღაცა დოზით მაინც გქონიათ შეხება და გსმენიათ ეს სიტყვა. დღეს ვისაუბრებთ დიახ კარმაზე. რა არის კარმა? ჩვენ ხშირად ესე წამოვისვრით ხოლმე ამ სიტყვას ყველანაირი აზრის მინიჭების გარეშე, როდესაც ხანდახან ადამიანს ესე ვთქვათ ვაშინებთ კარმის გეშინოდეს, ესე ვეუბნებით, რომ მას დაუბრუნდება ის, რასაც ის ამ ქვეყნად დასთეს. და კარმა არის მიზეზშედეგობრივი კანო, ანუ მოქმედებები, რომლებსაც და აზრები და ფიქრები ეს ყველაფერი ქმნიან კარმას, რომელიც შემდეგ მოქმედებს ჩვენს ახლანდელზე და მომავალზე. შესაბამისად, თუ დააკვირდებით თქვენ ცხოვრებას ახლ და თვალს გადაავლებთ, ის რაც თქვენ ცხოვრებაში ახლა ხდება, ეს იმ კარმის თესლების ნაყოფია ახლანდელ დროში, რომელიც თქვენ უკვე დასთესეთ თქვენს წარსულში. რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მოყოლებით. რა შეიძლება იყოს ისეთი მიმანიშნებელი, დაუშვათ, რომ რაღაც არის კარმული ჩვენს ცხოვრებაში? მე რა თქმა უნდა, ახლა გამოცდილებიდან გამომდინარე უკვე ვხედავ და ვგრძნობ ხოლმე, როდესაც ადამიანები რაღაც კარმული მისით მოდიან ჩემს ცხოვრებაში, დაუშვათ, ან რაიმე მოვლენა ხდება, ესე ვთქვათ, და მაქვს სრული ნდობა სამყაროს მიმართ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძირითადი და მნიშვნელოვანი გაკვეთილები იმ დროს გავიარე, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი ეს სიტყვა რა იყო. ამიტომ თუ თქვენ თვალს გადაავლებთ თქვენს ცხოვრებას ახლანდელს, რასაც ხედავთ პირად ცხოვრებაში, ფინანსებში, ჯანმრთელობაში, რეალიზაციაში, ეს ყველაფერი არის იმ კარმული დაარქვით, რაც იმ ფიქრების, იმ ყველაფრის შედეგი, რაც თქვენ მანამდე გქონდა და ქმედებები, რაც თავარია. იცით რა, კარმაზე ახლა ჩვენ მოდი ვისაუბროთ იმაზე, რომ ზოგადად ეს სიტყვა არ არის დიდი ხანი, ახლა ჩვენს წინაპრებს ეს სიტყვა არ სმენოდა, თუმცა ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო. და მე საერთოდ ვამბობ ხოლმე, რომ პირუნულს დაში იმდენ რამეს უმრავლესობა, რასაც აღმოაჩენთ, არის ჩვენი წინაპრების ცოდნა, პლუს ძალიან ხშირად სახარებისეული ცოდნა, ანუ გულისხმობ იმას, რომ ის რომ ეკოლოგიურები უნდა ვიყოთ, თუნდაც ჩვენ სურვილებში და სხვას არ უნდა ვავლოთ, ეს ახლა მე მგონი ჩვენ რელიგიაც გვასწავლის ჩვენ. შესაბამისად, კარგად თუ დავფიქრდებით, ჩვენმა წინაპრებმა კარმის კანონები და სამყაროს კანონები ჩვენზე უკეთ იცოდნენ, უბრალოდ სახელებს არ ეძახდნენ ამ სიტყვას. და ცოტა რაღაც ჩვენ თავისებურად ესმოდა, ცოტა ადრინდელ ხალხს ეს გამონათქვამი და ასე არ უღმავდებოდა თვითონ კარმის დანიშნულებას. მაგალითად ვიტყვი, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში, როდესაც დეფიციტში ქვეყანაში შუქი, წყალი და ბევრი სხვა რესურსი, საკვები მათ შორის, თუ ოჯახი ელექტროენერგიას იპარავდა, ესე ვთქვათ, ლევი ხაზები ქონდა, ესე ეძახდნენ მაშინ, ეს თითქოს არ ითვლებოდა ქურდობად. იმიტომ რომ სახელმწიფოს პარადით. არდა კარმა ამბობს, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენ ამ ქმედებას, ვის მიმართ ანხორციელებ. აბსოლუტურად არანაირი. ანუ ნებისმიერი ქმედებით ჩვენ ცხოვრებაში, იმ ეპოქაში თუ ამ ეპოქაში იქმნება კარმა. თუმცა, ეხლა ამ შემთხვევაში ალბათ კითხვა გაჩნდება, რომ კი, მაგრამ თუ კი მე ვქმნი და მე შემიძლია ეს ყველაფერი, მეც ხო შემიძლია ეხლა გამოცვალო ეს ჩემი კარმა და უკეთესი კარმა შევიქმნა. კი ბატონო, გეთანხმებით, ეგ კითხვა მეც გამიჩნდა თავის დროზე და
არის ასეთი ამბავი დაგვახვედრეს იმ ჩვენზე ჭკვიანმა ხალხმა, ვინც უფრო კარგად ერკვევა კარმაში, რომ ის თავდარითიც ვიბადებით, ის კარმული გაკვეთილები და კარმული გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვერევით ამ კარმულ სიტუაციების შექმნაში, ვერ ვერევით. რაღაცა ეტაპზე ცხოვრების ძირითადად, როდესაც გამოფხიზლება იწყება ხოლმე და პრაქტიკა მიჩვენებს, რომ ჩემი კლიენტების უმრავლესობა, ვინც ჩემთან მოდის ტრანსფორმაციისთვის და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის, უმრავლესობა არის 30 წლის ზემოთ. ანუ სავარაუდოდ ეს ახლა ჩემი პრაქტიკული დასკვნა, სავარაუდოდ კარმაზე ძირითადად მუშაობა და ზოგადად გაცნობიერება და ისინი უფრო იწყება აი ამ ასაკის შემდეგ. თუმცა წამოვიდა ახალგაზრდა თაობა ადამიანს ძალიან მომწონს, რომელიც არ ელოდება, როდის მოაქცევს ჩიხში სამყარო და ისინი ახლავე იწყებენ, ანუ მე მყავს 24 წლის და 20 წლის კლიენტი, წყვილი, რომელიც ამ წუთას მუშაობს თავის პირად კარმაზე, ესე ვთქვათ, და თუ რაიმე არ მოწონთ იმ კარმიდან, რაც გამოყვათ და გამოიარეს, ისინი ცდილობენ, რომ ტრანსფორმაციის გზით ეს უკვე შეცვალონ. კარმა არის თუ არა ის, რომ როდესაც ადამიანმა მაგალითად წინა კვირას მიგზავრე ბორჯომის გზატკეცილზე და მძღოლმა თქვა იქით წასვლისაცაც და უკან დაბრუნებისაცაც ერთი და იგივე ძაღლი დაგვხვდა ტრასაზე ერთი და იგივე ადგილას. მთელი მგზავრები ამ ტრანსპორტის ვიყავით გაოგნებულები, იმიტომ რომ წინა დღესაც ზუსტად იმ ადგილზე ვნახეთ, ანუ შუა გზაზე იდგა ძაღლი და არ იმძრეოდა ადგილიდან. და მძღოლმა თქვა, რომ ეს უკვე მეხუთე დღეა ხდება, ანუ სავარაუდოდ პატრონმა ჩამოსვა, მოიშორა ესე ვთქვათ და მოშორებით ჩამოსვა და ეს ძაღლი არ ვიცით რა მოუვიდა, გაოგნდა თუ რა ვიცი რაც იყო და იმ ადგილიდან ფეხს არ იცოდა სად ჩამოსვეს. ეხლა მკითხვა ვსვავ, იმ ადამიანმა, ვინც ეს გააკეთა, შეიძლება არ იცის საერთოდ სიტყვა კარმა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? არ არის ვალდებული ყველა ადამიანი ეს სიტყვა იცოდეს. მაგრამ როდესაც მის ცხოვრებაში რაღაცა უცნაურობები დატრიალდება, მის თავს, მის ოჯახის წევრების თავს თუ სხვის თავს, მას არ გაახსენდება ის, რომ აი ესე უმოწყალო ცოცხალი არსება მოისროლა და დაწირა შიმშილისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რასაც ქვია ქუჩის ცხოვრება. რა თქმა უნდა, ხა მე აქ უტრირებას ვაკეთებ, მეგობრებო, არ ვარ ის ტიპი, რომელიც ის ადამიანიც, რა თქმა უნდა, ადამიანზე უპირატესი არავინ არ არის, უბრალოდ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეს ქმედება, დაახლოებით გახსოვთ ხო ეს მომენტები, რომ თეთრი ანგელოზი და შავი ანგელოზი, რომ თავიანთ იმაში ყულაბაში რომ აგროვებენ ჩვენს კარგ ქმედებებს და ცუდ ქმედებებს, ხო? აი ზუსტად ეგ ამბავია. ყველა ეს ქმედება იყრება იმ ყულაბაში, კარგი კარმის და ცუდი კარმის, რომელსაც ზუსტად აი ასეთი ქმედებები თქვით ჩვენ. და თუ ამას ადამიანი გაიაზრებს, რომ ზუსტად აი ესეთი ქმედებები და პრინციპში ჩვენი რელიგია ზუსტად მაგას გვეუბნება, ხო? რომ რასაც ჩვენ ადამიანებს და ზოგადად სამყაროში ვთესავთ, ზუსტად იმას მოვიეკით. თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავაკეთო ერთი პატარა რემარკა. ადრე იყო ასეთი ამბავი, აი ზუსტად ის ამბავი ბაბუის ნაჭავმა ტყემალმა, რომ შვილიშვილს მოკვეთა. იცით ალბათ უკვე, რომ ჩვენ სრულიად სხვა განზომილებაში და სრულიად სხვა მოცემულობაში ცხოვრობთ ამჟამად და კარმაც დაჩქარებულია, მეგობრებო. ანუ ბაბუის ნაჭამი ტყემალზე შვილიშვილს თლად ისე აღარ მოეკითხება, იმ ბაბუასვე მოეკითხება, ანუ რატომაც ეს მე პირადად ჩემი დაკვირვებითაც შევამჩნიე ეს ტენდენცია, რომ
იმდენად დაჩქარებულია ყველანაირი მოვლენა, რომ ადამიანები, რომელსაც რაღაცა კარმული უნდა წამოეწიოს, უკვე იმ 100 წლეულში თუ რამდენი წელიც ცოცხლობს ამ დედამიწაზე, აი იმ პერიოდშივე ეწევა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აი სწორედ წეგან რაც ვახსენებთ, თუნდაც მთავრობას რომ რაღაცას თითქოს უმალავ დავუშვათ ჩვენ მშობლები და მათი თაობა რომ დენს იპარავდნენ და არ თვლიდნენ ამას დავუშვათ მოპარვად. ჩვეულებრივად იყო ეს კარმის ნაწილი, ესე ვთქვათ, და მათი კარმა ყალიბდებოდა იმ დროს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ ეს არ იცოდნენ აი ასეთი ზუსტი განმარტებით. კარგი რა არის ამაში, რომ თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ კარმა არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კანონი, ესე იგი, მე შემიძლია მას შემდეგ, რაც უკვე გავიგე ეს ამბავი და გავაცნობიერე, რომ თურმე სამყარო ღმერთი იმაზე მეტი სამართალია და იმას თავისი კანონები აქვს, ანუ ჩვენ ხო გვაქვს სამოქალაქო კანონები, მოსამართლე არსებობს, რომელიც სჯის კანონით, სახელმწიფო კანონით. და სწორედ მაგიტომ თუმცა აი ამ სახელმწიფო კანონზე 1000-ჯერ ძლიერია კარმული კანონი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, რომ კარმული კანონი ყველგან არის. აი თუ დაუბანე. რა მნიშვნელობა აქვს კარმას პიროვნებაში? და უნემაგედანისთვის თუ მქონდა დამოკიდებას კარმა რა იყო და ბანო, მე იმდენი კარმული გაკვეთილი გავიარე, რომ თუნდაც აი მოდი ისავიღოთ წინა ჩვენი პოდკასტი, სადაც წიგნების განხილვა იყო მეგობრებო, თუ ტრანსფორმაციული წიგნები გაინტერესებთ, ნახეთ პოდკასტი ნომერი 9, სავარაუდოდ, ანუ თუ არ მეშლება და იმის წინა დაახლოებით პოდკასტი 8 ალბათ იყო სწორედ ის ამბავი მომხევი. ანუ როდესაც მე კარმულად მომივიდა ბავშვი, ხო, ჩემს ცხოვრებაში, შემოვიდა, ოღონდ ნახევანო მე ის გაკვეთილი ვერ გავიარე. ის კარმული გაკვეთილი ვერ გავიარე, იმიტომ რომ ნახე, წელიწად ნახევრის შემდეგ, როდესაც უკვე ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ის ამბები, რაც დაიწყო და იქ ყვები, მე ვერ გავართვი თავი, ვერ გავიარე ეს კარმული გაკვეთილი და ბავშვი ფაქტიურად ბავშვზე პასუხისგებლობა, ესე ვთქვათ, მე გადავაბარე სხვა ადამიანებს, ვინც იშვილეს. და ნახე, ოღონდ აი საინტერესო კიდევ რა არის, ნახე, მე უკვე, ანუ კარმული გაკვეთილები მეორდება იქამდე, სანამ ჩვენ იმ გაკვეთილს არ გავიგებთ. ისწავლით თუ გავიგებთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით. ანუ ნახე რა ხდება მერე, ანუ ცოტა ხანშივე იქიდან გამომდინარე, რომ მე იმ ბავშვს ვაკითხავ იქ სადაც გადავიყვანე, იქ უკვე ამ ბავშვთან გამომდინარე ვიცნობ იმ დამავიწყდა მე თქვა, რომ აუცილებლად იყო მნიშვნელოვანი აღმენიშნა, რომ სანამ ეს ბავშვი ჩემს ცხოვრებაში ესეთი კარმული ამბავი იყო ზუსტად შემოვიდოდა, ანუ მე გადავწყვიტე, რომ სანამ ესე ვთქვათ, ზოგადად ბავშვს ავიყვანდი, შვილს ავიყვანდი, გარკვეულიყავი, როგორი იყო ასეთი ტიპის ბავშვების ფსიქიკა და 2 წელიწადი ვიმუშავე მოხალისედ საქართველოში ბავშვთა სახლში. ეს იყო 1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და ეს ალბათ ცალკე თემაა და ამას ჩვენი ერთ დღეს მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, რომ აი ამ რაღაცებში გავერკვიოთ, რაზეც ტელევიზია ბევრ ამაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ არ აკეთებს იმ ბავშვებზე და ეს ცალკე თემა და აუცილებლად ამაზე ვისაუბრებ. და ნახე, კარმულად როგორ აეწყო, რომ მე ვიწყებ 2 წელი ვმუშაობ ბავშვთა სახლში მოხალისედ, ყოველ კვირაში ერთხელ ან თვეში 4-ჯერ და ამის შემდეგ შემოდის უკვე ბავშვი ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ უკვე, როდესაც ხდება წელიწადნახევრის შემდეგ უკვე გადასვლა კიდევ უკვე მარტო რჩები, ესე ვთქვათ, ბავშვის გარეშე, სადღაც აი ზუსტად ვერ ვიტყვი, ან 1 წელში, ან 2 წელიწადში, აი ზუსტი ის არ მახსოვს, ისევ შემოდის ჩემს ცხოვრებაში ბავშვთა სახლის გოგონა, რომელიც 18 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, დარჩა გარე. ანუ ნახე, ანუ გამეორდა მესამე იყო უკვე ეს, როდესაც მესამჯერ ერთი და იგივე გაკვეთილი ჩამიტარდა. როგორ უნდა გავიგო, რომ ესაც ის მოვლენა ფაქტი თუ არის ამბავი, არის ჩემი კანონი
გვარი? იცი რა, მე მიფიქრია ამაზე, რომ ზოგადად როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ეს კარმული გაკვეთილები ცოტა ადვილად გაიარონ. ამ ცოდნით ესე არ იბადები, რომ ეს ასე ადვილად გაშიფრო. და როდესაც მე ამების გაშიფრვა დავიწყე, რა თქმა უნდა, ეს კავშირში იყო პიროვნებასთან და ტრანსფორმაციასთან და ზუსტად მაგან მომცა, თუმცა მე ჩემი ცოდნებით დავიბადე აშკარად და სავარაუდოდ ალბათ ჩემი კარმა იყო ეს, რომ მე ფსიქოლოგიის ცოდნა და ბევრი სხვა ცოდნა გადმომეცა. და პიროვნულ ზდაში მაგალითად, ზუსტად მაგიტო აი ახლა აი ამ ეტაპზე პირველად გავაკეთე პროგრამა, სადაც 7 ადამიანი, შემთხვევით არ არის რომ 7-ია, 7 ადამიანი გადის 3 თვიან ტრანსფორმაციის გზას ჩემი თანხლებით. იმიტომ რომ ძირითადად არ ხდება ხოლმე ესე რომ პირადი სესიებით ესე ვთქვათ თანხლები იყოს კურსი ან კურსში შედის. რატომ გავაკეთე ეს? აი სწორედ ეს კარმული გაკვეთილები, რასაც ისინი ამ ეტაპზე გადიან, მე ვცდილობ ხოლმე რომ აი ეს გვერდიდან დავანახო. რომ მათ არ შეეშინდეთ, მათ რომ ეს ამოიცნონ. აი მაგალითად, აი ამ წუთას ამ პერიოდში ესე ვთქვათ, ერთი და იგივე ურთიერთობაში შებრუნდა ერთ-ერთი ჩემი კლიენტი და მკითხა, რომ რა ვქნა, არ შემიძლია რო არ შევბრუნდე, ანუ შებრუნდა ყოფილ ურთიერთობაში, რომელიც საკმაოდ კარგული და საკმაოდ არც ისე კარგი იყო. და მკითხა რჩევა, რომ რა შეიძლება, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ხვდებით, რომ მე ახლა, როდესაც რჩევას ვიძლევი, მე ვარ მენტორი და არა ქოუჩი. იმიტომ რომ ქოუჩი მხოლოდ კითხვებს სვავს. და მკითხა რჩევა, რომ აი რას მირჩევ? ნუ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უფლება აქვს თავისი კარმული გაკვეთილები გაიაროს. ყველანაირი ზედმეტი ჩარეობის გარეშე, რადგან სხვის კარმაში ესე მკაფიოდ ჩარევა იწვევს იმას, რომ შენ განგების იმაში ერევი. და მას ანუ ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანს ჯერ არ გამოუტანია გაკვეთილი, უბრალოდ მე ყოველთვის რამეს ვამბობ ჩემს კლიენტებთან, რომ გაგიმართლათ იმ თვალსაზრისით, რომ თანხლები გიდი გყავთ ჩემი სახით, იმიტომ რომ მე უფრო შედარებით რბილად და ფაფუკად იმ ადამიანებსგან გასხვავებით, ვისაც არ ყავს ასეთი მენტორი, ასეთი ჩემს თავს არ გულისხმობ, მე ხალხ გულისხმობ ყველანაირ მენტორობას, ყველა სფეროში აბსოლუტურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გიადვილებთ გზას, იმიტომ რომ როდესაც მენტორი გეუბნება, რომ ეხლა რაც ხდება, აი ამას ეს ნაწილია, იმ კარმის ნაწილია, იმ ტრანსფორმაციის ნაწილია და კარგი ამბავი, რა თქმა უნდა, ანუ აქ ის არის, რომ ადამიანს თვითონ შეუძლია შეცვალოს ტრანსფორმაციით. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თუ კი მას არ უნდა რომ გაგრძელდეს ის, თავიდან ხდება უბრალოდ დიაგნოსტიკა, პირველ სესიებზე გამოკვლევა ხდება, რა კარმა გადმოეცა. და შემდეგ უკვე ხდება მუშაობის დაწყება იმისათვის, რომ ეს კარმა არ გაგრძელდეს. და როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ვაიმე მე მიყვარს ეს ადამიანი, შესაძლოა თუ ის კარმული ადამიანია, მას ის ადამიანი კი არ უყვარს, ის დაუსრულებელი გაკვეთილები უყვარს, რომელიც ჯერ არ გაუვლია. კარმის რა არის დაუშვათ იმისი ნიშანი, რომ აი კარმა გავწყვიტე. ჯერ ერთი პირველი რაც უნდა დაიწყოს ადამიანმა, რა თქმა უნდა, ეს არის პიროვნული ზრდა და საგვარეულო თემებზე მუშაობაც, რა ყველაფერი ის არის. აი როდესაც მეკითხებიან, რომ აი როგორ შევცვალო, ერთი რაიმე კონკრეტული ერთი არ არსებობს. ეს უნდა იყოს ყველა იმ ცოდნის გამოყენებით, რომელიც არსებობს პიროვნულ ზრდაში, კოუჩინგში, ტრანსფორმაციაში. და ნიშანი იმისა, რომ უკვე შენ ასე თუ ისე შეცვალე, ერთ-ერთი ის არის, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ საზღვრების დაცვას. როდესაც ჩვენ ვახერხებთ არასთქმას იქ, სადაც საჭიროა. ანუ თუ ეს არ დავიწყეთ და ჩვენს ესე ვთქვათ, შიშებს არ შევხედეთ, ესე ვთქვათ, თვალი არ გავუსწორეთ და შემდეგ არ დავიწყეთ უკვე ამის შეცვლა, მაგ შემთხვევაში სამწუხაროდ კარმა გაგრძელდება და შეიძლება ამ დედამიწაზე ეს ცხოვრება ისე დავასრულოთ, რომ ვერც კი მოვახერხოთ იმ კარმის რითი არის ახლა ეს ცოტა ესე ვთქვათ, არასასურველი, მოდი იმასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ის კარმა სამწუხაროდ გადაეცემათ სავარაუდოდ ჩვენი გვარის, ჩვენი
ოჯახის წარმომადგენლებს, მით უმეტეს თუ შვილები ყავთ. მაგალითად, ერთი რაღაცა აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ეს არის ჩემი coaching-ური ინსტრუმენტების წიგნი, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ იმისთვის შევქმენი, რომ ადამიანებს გაადვილებოდა ტრანსფორმაცია თუნდაც დამოუკიდებლად და აქ არის მაგალითად ერთი ასეთი დავალება. ჩემი ცხოვრების 2 ისტორია. და ეს ჩემი ცხოვრების 2 ისტორია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, ეს ახლა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანის ისტორია აღწერილი, თუ დაბადებისთანავე როგორ მიატოვეს მშობლებმა ბავშვთა სახლში და როგორ გაიზარდა და ცხოვრებამ რას გადაჰყარა, ესე ვთქვათ, ამ გზაზე, რასაც ქვია სანამ დიდი გახდებოდა. და ის აღწერს ამ სიტუაციას და შემდეგ უცებ ჩერდება მოყოლის დროს და ამბობს, რომ ეს ჩემი ისტორია, ჩემი ცხოვრების ისტორია ნომერი 1 და მე არ მსურს ამაზე საუბარი და ის ამბობს, რომ მე მსურს ვისაუბრო ჩემს ისტორიაზე ნომერი 2, რომელიც უკვე არის იმაზე, რომ რა გაკვეთილები გამოიტანა იმ კარმული ცხოვრებიდან, რომელიც მას არ გუნა სამყარომ ის რთული ცხოვრება, ესე ვთქვათ, და როგორ გააძლიერა თუ რა მოიტანა მის ცხოვრებაში ის, რომ დღეს ის შემდგარ და წარმატებული და ბედნიერი ადამიანია. და სწორედ ამიტომ მე ვიყენებ მაგალითად ზუსტად ასეთ ტექნიკას, როდესაც მე ჩემს კლიენტებს ვაძლევ დავალებათ, რომ პირველი ისტორია აღწერონ ის, რაც რეალურად მათ ცხოვრებაში ხდება და არის და აღწერონ ბავშვობიდან დაწყებული და შემდეგ ეს ისტორია გადაწერონ სწორედ იმ ნიმუშის მიხედვით, რომ რა მისცა ამ გამოცდილებამ მისმა ცხოვრებამ იმ დეტალებში ჩავდივართ, ოღონდ და ეს ცოტა ვრცელი პროცესია და შესაბამისად ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ადვილად შეცვალოთ ამ და კიდევ სხვა ძალიან ბევრი ინსტრუმენტი თქვენ აღმოაჩენთ ნინო მაღედანის პიროვნული ზრდისა და განვითარების coaching-ური ინსტრუმენტების წიგნში. ასე რომ გვიყურეთ მეგობრებო, ეს არის ნინო მაღედანის პოდკასტი 15 წუთი თავისუფლებისკენ.